მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ საკითხს, რა ხდება მის თავს თქვენს გამო. ჩაიფიქრეთ ადამიანი, პიროვნება, დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, არ გადააჯვარედინოთ ხელები და ფეხები და ვნახოთ რა ხდება თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნების გონებაში, სულში, გულში თქვენ გამო. მოკლედ, ესეთი კითხვა გვაქვს, რა ხდება მის თავს თქვენს გამო. ჯერ ვნახოთ, ვისთვის იქნება ეს გაშლა. ამოვიღოთ სიტუაცია, რა ხდება თქვენ საერთო ენერგიაში, რა ხდება მის მხარეს და რა ხდება თქვენ მხარეს. თუ იდენტიფიცირება, რომელსაც წარმოგიდგენთ, გამოგეხმაურებათ და რეზონირდებათ, გააგრძელეთ ამ გაშლის ყურება. თუ არა და მაშინ გადადით სხვა გაშლაზე. ნახოთ თქვენ შორის ენერგია რა არის. არკანი ზომიერება. ამ შემთხვევაში მე შემიძლია ვთქვა, ჩემო ძვირფასებო, რომ თქვენს შორის შეიძლება იყოს უფრო მეტი მანძილი. მის მხარეს არის მეორე მაღალი არკანი ქურუმი ქალი და თქვენ მხარეს ორიანი პენტაკლები. ანუ თქვენ შორის ახლა შეიძლება ითქვას, რომ არის გარკვეული ტიპის სიშორე, მანძილი და რაღაცა ცოტა გაურკვეველი ემოციები, გამოუთქმელი სურვილები, გამოუთქმელი და დაუსრულებელი კომუნიკაცია, ესეც შეიძლება იყოს. მის მხარეს ორიანი, უბრალოდ მაღალი არკანი, მეორე მაღალი არკანი, ანუ ქურუმი ქალი, აქ მიანიშნებს ფარულ ურთიერთობებზე პრინციპში, ან რაღაცა ფარულ ძრახობზე, რომელიც მის არ არის გაჟღერებული მის სიმხრიდან თქვენ მიმართ. და აი თქვენი ორიანი პენტაკლები, ანუ თქვენი ენერგია ორიანი პენტაკლების თითქოს არის რაღაც აწონ-დაწონვის, აი თითქოს თქვენ იცით რა, თქვენი ორივეს ენერგია მაინც ორიანული ენერგია, ანუ რაღაცა გაორებული სიტუაცია შეიძლება იყოს აწონ-დაწონვა, შეიძლება იყოს დაკვირვება, რა ხდება, როგორ ხდება, ხო? ამ ეტაპზე აქტიური კომუნიკაცია თქვენ ორს შორის ნამდვილად არ არსებობს. ეხლა ვნახოთ რა ხდება მის თავს თქვენს გამო, რას გვეტყვის ტარო. სხვათა შორის თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, ანუ აანალიზებდეთ რა უნდა ამ ადამიანს, რა სურვილი აქვს თქვენთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ნახოთ აბა კიდე რას გვეტყვის. ცხრიანი კვერთხები, რვიანი ხმლები და არკანი მაგი. რა საინტერესოა. ჩემო ძვირფასებო, აქ შეიძლება ყველასთვის არა, მაგრამ ზოგიერთისთვის რეზონირდეს ისეც, რომ თითქოს ამ ადამიანს აქვს სურვილი გარკვეული ტიპის გავლენა მოახდინოს თქვენზე. რას ნიშნავს გავლენის მოხდენა? ან აი რაღაცა გეგმა, თითქოს აი რაღაც ისეთი გეგმა, რომ გაახსნას ეს ჩაკეტილი წრე, თითქოს და აი განაახოს თქვენთან ეს კომუნიკაცია. მე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს აქვს სურვილი გარკვეული ტიპის კავშირის აღდგენის. კიდე რა ხდება? ვნახე. ხო, არკანი სულელი, კი ბატონო, აი თავიდან უნდა ურთიერთობის დაწყება და კვერთხების რაინდი. აი თავიდან სურს ნამდვილად ურთიერთობის დაწყება და აი ეს კვერთხების რაინდი, აი აქ ამ დასტაში გამოსახულია რაღაც ორი გზა, რომელიც მე გარკვეული პერიოდის მერე იკვეთება. თითქოს გეგმავს სიტუაციებს, სადაც შეიძლება რომ გადაგეკვეთოთ და გქონდეს შანსი რომ გადაგეკვეთოთ. აი ეს არის იდენტიფიცირება.
აი ამ დასტით გავაკეთეთ იდენტიფიცირება, თუ ვინმეს გამოგეხმაურათ, კიდევ ერთხელ ვამბობ, განაგრძეთ ყურება, ასევე ძალიან გთხოვთ არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, გაზიარება, დაკომენტარება და გამოწერა არხის აუცილებლად მნიშვნელოვანია ეს. ნახოთ ახლა რა ხდება მის თავს თქვენს გამო. ნახოთ ამა რა ხდება მის თავს თქვენს გამო. ორიანი თასები, არკანი მაგი, ისე მოვიდა არკანი მაგი და რვიანი კვერთხები. რვიანი კვერთხები. მე გეტყოდით ჩემო ძვირფასებო აქ, რომ ეს ადამიანი აი ნამდვილად ეძებს თქვენთან შეხვედრის შანსებს. ამ ეტაპზე მისთვის ეს რვიანი კვერთხების ენერგია არის რაღაცა თითქოს მიუწვდომელი ხართ მისთვის, ამოუცნობი ხართ მისთვის, მიუღწევადი ხართ და აი ვერ ყალიბდება მასზე თქვენი გახსენება, ხო, მოქმედებს თითქოს აი როგორც იმპულსი, როგორც რაღაცა დენი რო დაგარტყავს და მოქმედებისკენ რომ მოგმართავს, აი ესეთი ენერგია ტრიალებს მის თავში, მის ცნობიერში თქვენს გახსენებაზე. ნახოთ აბა კიდევ რას გვეტყვის. რას გვეტყვის? კვერთხების დედოფალი. არკანის სიკვდილი. რასაოცარია და ხმლების ტუზი. აი მე ვამბობ თქვენს შემთხვევაში რომ ხართ ძალიან მიუწვდომელი. თქო და აი აქ ნახეთ როგორი დასტა ტყინულის მთა, მთლიანად ტყინულით დაფარული, რომელსაც ადგას აი ეს ოქროსფერი სამეფო გვირგვინი. ესეთი ხმლების ტუზი გვაქვს აქ. ყინული ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ის, რომ თქვენს შორის არის ემოციური სიცივე, მან არ იცის რა რეაქცია გექნებათ თქვენ აი ამ კომუნიკაციაზე, თუნდაც რომ გადმოდგას ნაბიჯი, თუნდაც რომ გაბედოს, იმიტომ რომ აქ არკანის სიკვდილი აი როგორი შემოდგომის ციალია გამოსახული და ორი ხელი, ხო? აი თითქოს ევედრება სამყაროს შემოქმედს ღმერთს, რომ მისცეს გარკვეული ტიპის შანსი. ჩემო ძვირფასებო, აქ აი ამ დასტაში სულ ბუნების არკანები ამოდის და მე არ ვიცი აქ რატო შეიძლება იყოს, მაგრამ ახსენდება რაღაცა აი სიტუაცია, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი სიტუაცია, როდესაც სხვანაირად შემოგხედათ, სხვა ემოცია აღიძრა მასში, ხო? აი აქ ორივე არკანზე არის გამოსახული მზე და შეიძლება ვთქვათ ესე რომ აი ან მზე განათებდათ, ან რაღაც ესეთი სიტუაცია იყო, რომელიც სულ სხვა ხიბლს სძენდა აი ამ შეხვედრას, თქვენს შეხვედრას და ეს მომენტი განსაკუთრებით ახსენდება ამ პიროვნებას. შესაძლოა იყოს გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხი, ანუ ურთიერთობა, რომელიც დაიწყო, ასე რომ ვთქვათ, სადღაც ან გზაში, ან ტრანსპორტში, ან ქალაქგარეთ, აი რაღაც ესეთი პეიზაჟთან დაკავშირებული ენერგია იგრძნობა აქ განსაკუთრებით აი ამ სიტუაციაში. ნახოთ კიდევ რა სჭირს ამ ადამიანს თქვენს გამო. შვიდიანი ხმლები. შვიდიანი ხმლები, განდეგილი, კი ბატონო. და ასევე ქურუმი ქალი. კი და ხუთიანი თასები. რა საინტერესოა და არკანი იეროფანტი ბოლოს, დასტის ბოლოს არკანი ძალა. ვაუ. იცით რა? თქვენ ამ ადამიანმა დაგინახათ, აი აქ არის ქურუმი ქალის არკანზე გამოსახული ბუდა მთვარის ენერგია. ანუ თქვენ ამ ადამიანმა გიგრძნოთ და დაგინახათ როგორც ძალიან ძლიერი ენერგეტიკის მქონე პიროვნება მინიმუმ
და მაქსიმუმ შესაძლოა გაუჩნდა ეჭვი თქვენს განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე. აქ შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი იყოთ ესეთი პრაქტიკოსი ადამიანები, რა თვალსაზრისით ან აპრაქტიკებდეთ, ან მედიტირებდეთ, ან გქონდეთ უნარი, რომ თქვენ სივრცეში იტანოთ და მოიზიდოთ გარკვეული ან ადამიანები, ან სიტუაციები, ან კეთილდღეობა, ხო? აი ესეთ ადამიანად გხედოთ, ძალიან დიდი და მძლავრი ენერგეტიკა გაქვთ თქვენ, და ეს ენერგეტიკა ამ პიროვნებამ თავის თავზე გამოსცადა და იგრძნო რა დონეზე გავლენიანი პერსონა ხართ, აი ესე. ამ დროს რეალურად თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც აი ვიზუალურად შეიძლება არავისგან და არაფრისგან გამორჩეული არ იყოთ, ან რა თვალსაზრისით იცით, არ იცვამდეთ გამორჩეულად, არ კაშკაშებდეთ, შეიძლება მკვეთრი მაკიაჟი არ გიყვარდეთ, ხო? რას ნიშნავს ეს? თქვენ ბუნებრივად გაქვთ ეს ენერგია, ბუნებრივად ასხივებთ აი ამ საოცარ აურას თქვენს გარშემო და ეს სინათლე პრინციპში აქ შეიძლება ესეც იყოს, რომ ეს თქვენი აურიდან გამოსროლილი დადებითი ენერგია, რომელიც შეუძლებელია, რომ დარჩეს შეუმჩნეველი. აქვე ან განდგილის არკანი მიანიშნებს იმას, რომ მისი აზრით თქვენ ფლობთ გარკვეული ტიპის უნარებს იმასთან დაკავშირებით, რომ გზა აბნეულ ადამიანებს თითქოს რაღაცა ან გზას უნათებთ, ან სწორჩევებს იძლევით, ან იცით რა, მე ვიტყოდ ის რაღაცას, რომ აი დუმილი ოქროაო როგორც არის გამონათქვამში. აი ზუსტად ესეთი ვარიანტია, რომ თქვენ ზუსტად იცით, როდის უნდა ისაუბროთ, როდის უნდა გაჩერდეთ და ეს კიდე ცალკე ინტრიგაა, რაც ადამიანებს თქვენთან დაკავშირებით იზიდავთ და მოსწონთ. ნახოთ კიდევ რა ხდება ამ ადამიანის თავში თქვენ გამო. რა ხდება? კიდევ რა ხდება თქვენ გამო ამ პიროვნების თავში და გულში. ნახოთ აბა. რვიანი ხმლები, კვერთხების რაინდი, ორიანი პენტაკლები, სულ ერთი და იგივე მესამე დასტა გამოვიყენე უკვე და ერთი და იგივე არკანები მოდის. არკანი კოშკი, კი ბატონო, პენტაკლების დედოფალი, კვერთხების პაჟი და ნახოთ არკანი მთვარე, შვიდიანი კვერთხები და სამიანი თასები. დასტის ბოლოს გვაქვს პენტაკლების მეფე. ჩემო ძვირფასებო, აი და კიდე არის არკანი ვარსკვლავი, არკანი მზე და არკანი შეყორებულები, რა საინტერესოა. ანუ თქვენ ხართ მიუწვდომელი რეალურად თითქოს, ან შეიძლება სხვათა შორის ზოგიერთ შემთხვევაში იყოს ესეთი მომენტი, რომ ანუ ეს ყველას არ შეეხება. აი ერთი ვარიანტი ხო ვთქვით, რომ რაღაცა მანძილია თქვენს შორის, ხო? აი ეხლა მეორე ფენამ გაშლის ამ მოიტანა ისეთი სიტუაცია, რომ ეს მანძილი თუ ფიზიკური არ არის, შეიძლება იყოს რაღაცა მენტალურ დონეზე განსხვავება, რაღაცა ტიპის ბარიერი, ასე რომ ვთქვათ, ესეც შეიძლება წარმოვიდგინოთ. მის თავში თქვენ გამო ხდება აი სრული ნგრევა, არკანი კოშკი, არკანი მთვარე. მისი წარმოდგენები, მისი შეფასებები, მისი განცდები ცხოვრებასთან დაკავშირებით, ხო, იცვლება თქვენი განხსენებისთანავე. ანუ თითქოს თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მის მიერ დადგენილ და ნაცნობ ლოგიკას არ და ვერ ექვემდებარება. ანუ რაღაც ჩარჩოებში ვერ ჩაქვსვათ ამ ადამიანმა, ვერ მოგარგოთ მის მიერ გავლილ ცხოვრებისეულ სცენარებს, ანუ ვერ ამოხსნათ, ასე რომ ვთქვათ, და ზუსტად აი ამ ამოუხსნელობამ დაბადა ეს სპორტული ჟინი და ინტერესი თქვენ მიმართ. ძალიან დიდი ინტერესი აქვს ამ ადამიანს თქვენ მიმართ, ნამდვილად. ამას
ვერ წაუვალთ, თუმცა რომ გითხრათ აი ერთი სიტყვით კიდევ ნახოთ აბა გადმოდგავს თუ არა მაშინ ნაბიჯს, რომ გითხრათ რომ რაღაც ახლა აქტიური ქმედებისთვის მზად არის, არა, იმიტომ რომ შიშები აქვს ძალიან დიდი, არ იცის თქვენი რეაქცია ამაზე როგორი იქნება. აი ნახოთ კიდე მაინც ტაროს ვკითხოთ, გადმოდგავს თუ არა ეს ადამიანი ნაბიჯს. ნახოთ ფორტუნას ბორბალი, არკანი მზე, არკანი მაგის საოცრება, 3 მაღალი არკანი და დასტის ბოლოს ისევ მოვიდა პენტაკლების მეფე, არკანის შეყვარებულები და 7-იანი ხმლები პენტაკლების მეფესთან ერთად. 7-იანი პენტაკლები, ჩამოკიდებული კაცი და არკანი ძალა, ასევე თასების ტუზი. იცით რა, ამ ადამიანს სჯერა რომ შემთხვევითობები არ არსებობს ჩემო ძვირფასებო და სავარაუდოდ ისიც სჯერავს რომ თქვენი შეხვედრაც შემთხვევითი არ იყო, იმიტომ რომ ფორტუნას ბორბალი ამ შემთხვევაში მიანიშნებს ბედით მოცემულ რაღაცა საკითხებზე. არკანი მაგი მოვიდა და არკანი მზე და ნუ დანარჩენი აქ არკანები რაც ვნახეთ, ყველა მაგაზე მიანიშნებს. ანუ გადმოდგავს თუ არა ნაბიჯს, მე ვიტყოდი რომ აი დაელოდება დროს, ეს დრო აუცილებლად დადგება, რომ თქვენ ისევ შეხვდებით ერთმანეთს. აუცილებლად იქნება ეს. უბრალოდ ამ დროის დადგომისას ეს ადამიანი უკვე სხვანაირად მომზადებული იქნება. ყოველ შემთხვევაში ეცდება მაინც რომ ის გავლენა რაც ერთი შეხედვით თქვენ მასზე მოახდინეთ, ისეთი არ იყოს, ისეთი მძლავრი არ იყოს, რომ კიდევ არ დაიბნეს და უარესად არ დაკარგოს აზრი და გონი აი ამ შეხვედრიდან გამომდინარე. ეს შეხვედრა მოხდება, მე ვიტყვი ნამდვილად ამას, როდის სამწუხაროდ აქ ამ გაშლის ფარგლებში ამას ვერ გეტყვით, თუმცა ეს შეხვედრა იქნება და იქნება კიდევ ერთი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი მომენტი. არის ხოლმე რაღაცა სიტუაციები, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან გარკვეული დანიშნულებით და სწორედ ეს დანიშნულება აი ეს მიზეზი სჭირდება ამ ადამიანს, რომ გაიგოს, რისთვის შეგხვდათ თქვენ, რისთვის ხართ მის ცხოვრებაში, ან ხართ, ან გამოჩნდით, ასე რომ ვთქვათ, ხო, თორე ეს აქტიურად ეხლა ამ ეტაპზე თქვენთან არაფერი ნამდვილად არ ხდება, ისეთი მნიშვნელოვანი. აი ესეთი იყო, მეგობრებო, იმედია რეზონირდა, ცოტა უცნაური ენერგეტიკის გაშლა და მეთანხმებით და ძალიან საინტერესო იქნება თქვენი კომენტარები, თუ დამიწერთ რამდენად გამოგეხმაურათ სიტუაცია და ასევე დამიწერეთ, რაზე ისურვებდით კიდე შემდგომ საჯარო გაშლებს. გისურვებთ ბედნიერ დღეს, წარმატებებს, მშვიდობას, სიხარულს, სიყვარულს და ყოველგვარ კეთილდღეობას. დროებით.